დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს. შიმშილობის მე-13 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩიკვაიძის თქმით, მარცხენა ფეხში გრძნობა აქვს დაკარგული და ვერ გადაადგილდება. მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს დაქვეითებული. მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, ჩიკვაიძე პენიტენციურ დაწესებულებას მოუწოდებს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მისი ფიზიკური დასწრება უზრუნველყონ. ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა იგივე სასამართლო. მოუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას ყოველ მიზეზ გარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში. ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, მე-13 დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის, რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს, ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავაადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველ დღე უარესდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს, უფლებადამცველებს მინდა მოვუწოდო, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. რამდენადაც ფიზიკურად ვარ ამ მდგომარეობაში, იმდენად მყარად ვარ შინაგანად. დღეს მე აქედან რაც შემიძლია, ის არის ყველაზე ძვირფასი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გავიღო. ეს არის ღირსების საკითხი და არა თვითმკვლელობა. გავფრთხილდით თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს. ეს ადამიანები გმირები არიან. ქართული ოცნების სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით 11 მარტს შეცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. მან ასევე ძალაში დატოვა ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორის ირაკლი პაპიაშვილის გირაო. მათ ოცნების პროკურატურა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. ივანიშვილის პარტიის ყოფილი მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მას რეჟიმი პოლიტიკურად დევნის.